ტელევიზია ვიყავი, მაგრამ გამომაგდეს და ახან არ შეიძლება იქ ლაპარაკი ასე ვლაპარაკო. რა არის გასაკეთებელი ხალხის აზრი გვაინტერესებს. გაკეთებულია თუ გასაკეთებელი რა არის? კარგება სოფელი, იკარგება. როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი მიტაცებულია, როდესაც მოამბეში არის მის ხალხის ხმა, ჩვენ ვიწყებთ სახალხო მოამბეს. ამჯერად ამბროლაურიდან. საზოგადოებრივი მაუწყებელი რომ არ იყოს მიტაცებული და ჩემი საქმიანობა შეჩერებული, თქვენ აუცილებლად გაიგებდით რომ რაჭა, რესურსებით და ბუნებით გამორჩეული საქართველოს რეგიონი ქვეყნის ყველაზე ღარიბ და მოსახლეობისგან დაცლილ კუთხედ იქცა. 30 წლის წინ რაჭის მოსახლეობა დაახლოებით 50,000 ადამიანს შეადგენდა. ბოლო მონაცემებით კი ეს რიცხვი განახევრებულია და რეგიონში 25,720 ადამიანი ცხოვრობს. რაჭაში მწვავედ იგრძნობა სამუშაო ადგილების ნაკლებობა, ახალგაზრდების გადინება და მათი დაბრუნების დაბალი ალბათობა კი რეგიონის დაბერებას იწვევს. რაჭაში ყოველი მეორე ადამიანის სახელმწიფო შემწეობას ითხოვს. რეგიონში დიდი გამოწვევაა სასიცოცხლო მნიშვნელოვანი პროფესიების შენარჩუნებაც. აქ ადამიანები სიკვდილისა და ავადმყოფობის შიში ცხოვრობენ, რადგან სოფლის ექიმების ნახევარზე მეტი პენსიონერია. ახალგაზრდა სპეციალისტები კი რაჭას სტოვებენ. რეგიონში შობადობის კლების გამო ზოგიერთ სოფელს სკოლამდელი ასაკის ბავშვი საერთოდ არ ყავს. რიგ შემთხვევაში კი თავად საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურა გაუმართავია. რაჭა წყალუხვი რეგიონია, თუმცა ის უწყლობის, უშუქობის, გაზიფიცირებისა და კანალიზაციის პრობლემების წინაშე დგას. ინფრასტრუქტურული გაუმართავობა ტურიზმზე დამოკიდებულ ეკონომიკაში რაჭის ტურისტულ პოტენციალსაც აფერხებს. საფრთხის ქვეშაა რაჭის მრავალფეროვანი ბუნება და წიაღისეული. 2022 წელს რეგიონის 1/3 ამბროლაურის, ონის, ნიკორწმინდისა და კიდევ 70 სოფლის ტყეები სამონადირეო ლიცენზიით ნახევარი საუკუნით გადაეცა კრემლთან დაახლოებულ დავით ხიდაშელს. ლიცენზია მხოლოდ ხალხის პროტესტის შემდეგ 2023 წელს გაუქმდა. ეს არ ყოფილა ლიცენზიის უკანონოდ გაცემის ერთადერთი შემთხვევა რაჭაში. წიაღის ეროვნულმა სააგენტომ შქმერში მანგანუმის მოსაპოვებლად 1,531,070 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე 2 ლიცენზია ისე გასცა, რომ ადგილობრივებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. რაჭაში ხშირია სტიქიური მოვლენები. ყველას ახსოვს შოვის ტრაგედია უახლოეს წარსულში. ჩვენივე თვალით ვიხილეთ ამ დაუდევარი პოლიტიკის შედეგი, რომელმაც 33 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათ შორის იყვნენ ბავშვებიც. ექსპერტების თქმით, ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა ადგილზე მონიტორინგის თანამედროვე სისტემები რომ ყოფილიყო დამონტაჟებული. შოვი და რაჭის სხვა სოფლები, უწერა, დღები, ჭიორა, ასევე სხვა მრავალი კვლავ მეწყერ საშიშ ზონებად რჩება. თუმცა ქვეყანაში სტიქიურ მოვლენებთან განკლავების პრევენციული სისტემები ისევ არ არსებობს. სიღარიბე, გასხვისებული ბუნება, დემოგრაფიული კრიზისი. ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელიც მწვავედ დგას არა მხოლოდ რაჭაში, არამედ სხვა რეგიონებშიც. დღეს სახალხო მოამბე ჩამოვედით ამბროლაურში, იმისთვის რომ აზრი მკითხოთ ხალხს. მადლობა. ვერცი დგომას არ ჯობია არაფერი. ერთმანეთს გავაძლევია. მე ამდენი ხანი მინდოდა მაგრამ შედი აშუქალო მეტი მისაუბრა. არა, პირიქით, მადლობა ამ სიტყვებისთვის. რა უნდა კითხო აზრი ახლა. გამგეობა ჩვენთვის არ არის და გუბერნია და 50-60 ლარია დახმარების ფული 30 ლარზე დაუყარეს. უსამართლობა არის, აბა რა არის. შეშას მაგ და ყველაფერი მაგ, მაგრამ იმ ადამიანს მეუნად ვეხმარო ისე. ხოცოდვა არის ის ადამიანი. ადამიანებს ერთმანეთის დახმარებით გააქვთ თავი? ხო, ეგრე გამოდის. ხელფასი ენიშნეს 16,000 და ჩვენ 20 ლარი მოგვიმადეს. ამაზე მეტი რა უნახნა ნახ. არის პოტენციალი რაჭაში რომ გაჩნდეს სამუშაო ადგილები, როგორ ფიქრობ? ხერავა არ არის, გასულ თუ რამეს გააკეთებენ არის, ყველაფერი არის. ვინ უნდა გააკეთოს? თავრობა მე ხوار გავაკეთებ, მე რო შემეძლოს მე გავაკეთებდი აქამდე. ბავშვებისთვის სკოლა, ბაღი? ბოშები არ არის, ბაღი და სკოლა ხერავის რა თუნა. მაგ დროს მე სკოლაში რო ვსწავლობდი 140 ბავშვი ვიყავით, მაგრამ ახლა კი აღარ არიან, 2 არიან მგონია. ისეთი განსაკუთრებული რომ რაღაც გვიჭირდეს
რაღაც პრობლემები ისეთი იყოს, რომ გაუსაძლისი სიტუაცია და რაღაც, ნამდვილად ამას ჯერჯერობით ვერ ვხედავ. სტატისტიკით მაგალითად 30 წლის წინ რაჭის მოსახლეობა ორჯერ მეტი იყო. რა თქმა უნდა. 25000-მდე არის კი, შემცირებული და ბატონო, ძალიან, ეს შიდა ძალიან. მიგრაცია გრძელდება. რისი ბრალია? ძალიან დაუსაქმებლობა. სახელმწიფო ყველაფერში ვერ დაგეხმარება. რომ დაგასაქმებს, უნდა იმუშაო და უნდა ხო ხდებით? არის მერი დასაქმება. მეტნაკლებად საუკეთესოდ მოაწესრიგეს აგერ ბაზრის პერიმეტრი. სისუფთავე რამე ყველაფერი ნორმალურად არის. ჩვენ არაფერს არ ვთხოვილობთ, ტუალეტი გამიგეთ. ბაზარში ტუალეტი არ არის? არ. რამდენად კმაყოფილი ხართ არსებული ვითარებით, რაც ახლა რეგიონში? ნუ ახლა როგორ გითხრათ, უკეთესი ჯობია რა თქმა უნდა, მაგრამ ისე ცუდიც არ არის, სხვადასხვა როგორც ოპოზიცია წარმოაჩენს. არა უშავს რა მდგომარეობას და მაგრამ თან რა ხა დინამიკაში, პერსპექტივაში ნენელა ძვრები არის, იცვლება წინ მიდის. ზოგადად რა ქვეყანა და რა ვიცი, ნახოთ რა იქნება ცოტა ხანში. ისი პრობლემები ბევრი გვაქვს, მაგრამ რა ვქნათ, ვინ მოგვიგვარებს და რა აზრი აქვს ლაპარაკს. თავრობა თუ რამეს მოინტერესებს, ყველაფერი კი შეიძლება. რაჭაში, მაგრამ აი სულ დაცარიელა სოფლები, რაჭის სოფლები დაცარიელებულია. უმუშევრობა. თავარი ესა რომ უმუშევარი ადამიანი. პენსიონერები ვიღებთ მინიმუმ რა არის პენსია რა ჩვენ რო ვიღებთ ახლა იმ პენსიით რა უნდა გავაკეთოთ. როცა წამალი დამჭირდა მივეცი წამალში 120 ლარი. ეს ერთხელ და მთელი თვის განმავლობაში რა ვიცი არა ხარს არა ყველანაირად უჭის ახლა დღევანდელი პირობებში. სამუშაო? სამუშაო ახლა სად არის არ არის სამუშაო ახლა სოფელში თუ რამეს გააკეთებ არა სამუშაოები საღად არის. ამ ეტაპზე ყველაფერი წესრიგში არის. სოფლებშიც, თვითონ რაიონშიც, ადგილობრივი მოსახლეობაც ახლა კმაყოფილია. ძალიან ბევრი ვაკანსიაა, იქიდან გამომდინარე, რომ სამსახური ნორმალურად დასაქმდეს ახალგაზრდა, ძველგაზრდა. სად იქნება ეს ვაკანსიები? დაიპებში არის, თვითონ მუნიციპალურ მერიაშია, გუბერნიებშია. თქვენი ხე რასაც მეკითხებით, ეს ისეთი პრობლემებია, რომ ხო ხდებით, მადა ჭამაში მოდის და ყველა არ არის იმის კმაყოფილი, რაც აქვს ზოგადად შემოსავალი და ჩემი აზრით ისევ ადამიანებმა უნდა გადავდგათ ისეთ ნაბიჯები, რომ ნორმალურად ვიცხოვოთ. ამას სახელმწიფო შეწყობაც ხო ჭირდება? ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ყველა ისეთ ადამიანს, ვინც მეუნდომებულია და მოწადინებულია იმისთვის, რომ რაღაც ღირებული ნაბიჯები გადადგას ცხოვრებაში, ყველას ეხმარება. მგონია, რომ ძალიან მიძინებულია ხალხი. რაღაცნაირად თითქოს დაიჯერეს, რომ ეგრე უნდა იყოს და არ აქვთ უფლება, რომ რაღაც ხმა აიმაღლონ და მოითხოვონ რაღაცები. გაუმჯობეს და ყველაფერი რაჭაში. 50,000 კაცი ცხოვრობდა. ახლა დარჩა 25,000. რისი ბრალია როგორ ფიქრობთ? უკვე წასული არიან, ახალგაზრდები აღარ არიან, სამუშაოები არ არის, სადაბა რა იმუშაოს ადამიანმა. ოქროს საბადოზე წალობენ, ახლა ახალგაზრდები ძველ მაღაროებში შედიან, ისე წალობენ, რომ გააკეთონ 2 კაპიკი, რომ რაღაც იარსებონ. ყურადღებიანი ისინი გვყავს ახლა, რა ვიცი, ახლა შეიცვალა მერი და ისიც ესე ჯერო არაფერს აკეთებთ ორეს შევხვდით და ვნახოთ ყველაფერი კარგად იქნებაო და რა ვიცი, კარგად არის ყველაფერი, რა ვიცი. მე ახლა 4 წელი ხელობაზე მუშაობ და როგორც კი გაძვირდა ყველაფერი, ისე დაეთყო ხალხს, რომ უფრო ნაკლები კლიენტები მოდის. მე მაგალითად უსახკარო ვარ სხვის სახლში ვცხოვრობ. და როცა ურეკავ, რომ სად არის ბინა, პასუხი არ არის. მე თვითონ აფხაზეთიდან ვარ. ოჯახს ბინა არ მიგვიღია. მიმართეთ მე გამგეობას. ტოლთა სამინისტროს, მაგრამ სიწყნარია. სიჩუმე. იმდენი შემოსავალი არ აქვს ახლა მაინდა მე ხალხს არა. ერთი შავი ყურძენი, ამ შავი ყურძენით რამდენიმე იარსებობს, ეს ხო ყველას არ აქვს. უნიკალური კურორტები არის რაჭაში, რამდენად ექცევა მათ ყურადღება? ნაკლებად. უკვე ახლა შრომა ჩაგვძირდა, წეიღო ყველაფერი, ამით ძალიან აღარ შემცირდა, მე თუ მკითხავენ რაჭაში კურორტო. და ანდა იმას მიექცეს ყურადღება, რაც არის და რაღაც შემოწმდეს ის ზემოდან რა მოხდა, რომ ყველაფერი დაფიქსირდა. იმას უნდა დაზუსტება რა მოხდა. ტურისტულმა თუ არ იმოძრავა, რაჭას ყოველდღიური წისვლარი ყველაფერი მიმართულებით. მაგრამ აი ეს არის, რომ მედიკამენტების სიძვირე. ძალიან ვერ მოხდა იმისი, რა ქვია, დარეგულირება სახელმწიფოს მიერ. იზახონე თურქეთი და რაღაცა, მაგრამ ვერ გაამართლა. პროდუქტზე უკვე ფულმა დაგარგა ის უნარიანობა. რა თქმა უნდა, ახლა ეს უკეთესი რომ მეტი იყოს. მინიმუმ მაინც 1000 ლარი რომ იყოს,
ჯობდია. ინეზამ კი, აი რა უნდა გააშუქოთ, რა უნდა გითხრათ. აზრი მერე ჩვენ საუბარს. ხალხი უკიდურეს სიტუაციაში ვართ და აზრი, კარგი ჩვენ რა, არაფერი, მაგრამ ეს ახალი თაობა რომ მოდის, ცოდვები არ არიან ისინი? რა ნიშნულობა აქვს, რა ჭას, ტყიბულს და რამეს, ყველგან სიდუხჭირია და ყველგან გასაჭირია. აი, ვისთან უნდა მივიდეთ სამართლს, სადა სამართალი? თქვენ მიგიმართავთ ვინმესთვის კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად რამე უარი მიგიღიათ ამ პრობლემებზე? კი, და დავაკონკრეტო ახლა ის ხალხი. თქვენი სურვილის მიხედვით. ვერ და მთელი ცხოვრება ბოროტად გადაგეკიდება. ჩვენ ხო შვილები ხავს და შვილიშვილები. იძულებული ვხდებით უნდა გავჩუნდეთ. ჩვენც ვართ ადამიანები და ჩვენც გვინდა სიცოცხლე და არსებობა. მათ თუ უნდათ შვილებთან ყოფა, ჩვენც გვინდა შვილები და შვილიშვილები. ასეთი იყო სახალხო მოამბე ამბროლაურიდან. საზოგადოებრივი მაუწყებელი მიტაცებული რომ არ იყოს მოქალაქეების ამ პოზიციებს თქვენ სწორედ პირველი არხიდან გაიგებდით. საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს თავისუფლება და სოლიდარობა მზია ამაღლობელს და სინდისის ყველა პატიმარს.